დილა მშვიდობისა. ახლა არის დილის 8 საათი. მე უცებ მოვწესრიგდები, გავემზადები, ჩანთაშიც ბოლომდე ჩავდებ რაღაცებს, ის წაღებაც მინდა. და წავიდეთ, გასვლის წერტილი გვაქვს უნივერსიტეტის ეზო. მაგრამ მაგვიანდება. თავი მოგიყვებით ამბავს. მოკლედ, თბილისში ვარ ჩამოსული, პირველად უნდა წავიდე უნივერსიტეტში და ჩემმა დამთაო, ეხლა პირველ დღეს მიდიხარო და მე მანქანი წაგიყვანდა და მაგრამ გამისწორდა. მეც მაგრად გამისწორდა რა, რომ მეთქი всё, იმენა მანქანით მივდივარ და რაღაცა მიხარია ხა და ლექციას ვერ მივუსწარ პირველ დღეს. ისეთ საცობში ვიდექით, ისეთ საცობში ვაწევოდი რომ მეთქი მეტროსთან გამიჩერე თქო, მაგრამ მართლა ბოლოს შევედი, აი რა ვიცი, ბოლო ის იყო ალბათ 9 საათი დარჩენილი, გამარჯობა და ხომდის უთხარი ლექტორს ამოვედი. ხო და ეხაც იგივე შეცდო, მაგრამ ტოტაბუში არ ვიცი. არ ენდო გავს, მაგრამ შევსინდიხე ბავშვი. შევმაძური. რა ვიცი რა, დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემს გარეშე არ წავდე. ცალ-ცალკე წერ ბავშვებს რომ არ დამტოვოთ. შევმაძური ბავშვი, მეტროს რომელ საათზე მიხვიდოდი? მე გავიღვიძე არა და დღეს 7 საათზე, მაგრამ რა ვიცი. ნახე რომელ საათზე მოგიყვანე, просто 10 წუთი დაგაგვიანდება მეთქი კითხები და 5 წუთი დაგაგვიანდა მარტო. მაგარი ხარ. ჩემი ჟუმახერი. სამართლობის პიკი. სამართლობისა და უმადურობის პიკი. მე საჭმელი მე გამაკეთები ნამდვილი წავს. არაფერს არ აკეთებდი და. წავედი. დაგუქნია ხელი. დაგუქნია ხელი. კამერების გამოჩენაზე. არა, მე ჩაულებ კამერა. ფაინე. აი, სადა ვარ. მაგრამ ჩანვარ იმენა თმალე წელი მთელი გზა მეძინა. და ახლა გავჩერდით ჩასვენებაზე. მე გზაში კარგად გემრიელად გამოვიძინე და საბოლოოდ ჩამოვედით ილიაუნის ბაზაზე. ვინილაპარაკებს ახლა. მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ ჩამოვედით ილიაუნის ბაზაზე, დედოფლის წყაროში. ხო და ახლა დაგათვალიერებებთ ჩვენს ოთახს. ჩაგიტარებთ room tours. მობრძანდით. ეს არის ჩვენი ოთახის ნომერი 304 და შემოსასვლელი კარები. მობრძანდით. ეს არის ჩვენი კომოდი ჩამოსაკიდე და სარკე. აქეთ რომ შემობრძანდებით, აქ დაგხვდებათ 3 ლოგინი, ვინაიდან ვართ 3 ადამიანი და ყველაზე დიდი არის ჩემი. აქეთ გვაქვს კონდიციონერი და კარადა. პულტიც გვაქვს. ნახეთ რა ხა სათავსოები გვაქვს. შემდეგი გვაქვს მაგი და სამუშაო, იმიტომ რომ ყოველს კომპიუტერები წამოგვეღებინეს. ფანჯარა ორივე ფუნქციონირებს და იღება. ასევე გვაქვს პატარა კომოდი და 2 მეფე დედოფლის კავი იმხელა. და მოვძანით ყველაზე მთავარი. ეს ტუალეტში არის ჩვეულებრივად ანუ დუშკაბინა, ხო? აი, просто შეხედეთ, 3 შამპუნი და 3 საპონი, გთხოვთ. ეს იყო ჩვენი ოთახის room tour-ი. სულ ეს არის მეგობრებო. ჩაო! ვაი, დიეტაზე. So, მე ვიყავე ჩემი ადგილი. ჭამეთ მოკლედ წეღან. ახას გაჩერდა სწორედ რამინა, აღარ მოქმედებს უკვე. მოკლედ, ჭამეთ. ეხა 3 საათზე, 3:30-ია ახლა და 3 საათზე უნდა წავიდეთ სადღაც. თქვენც წაგიყვანთ რა თქმა უნდა. ახლა დაგათვალიერებინებთ ილიაუნის ბაზას. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ეს არის ჩვენი ნავი. ჩვენ რომელ სართულზე ვართ? მესამე. კი, ბაზა უნდა ახვიდე ესე. სიმართლე რომ გითხრათ, ყველას გვეძინება. აქ გვაქვს კიბის ნიშანი. აქ ელექტრო. როგორი აღჭურვილია. ხო, აი, ეს შესაძლოა რაღაცა.
აინტერესებთ. აქ გულენდებს. აქ გვაქვს პანკის მაგიდა. რომელსაც არ აქვს ჩოგნები. ერთი მხარე ასევე ტელევიზორი. მეორე დაცინე თქვენ სუსტი მხარეა. ეს გვაქვს უბრალოდ თავის ის არ აქვს, აი ეს რაც უნდა გავიგდეს. ვისთვისაც არის ის არა? დაგვიტოვეთ უკავშირი. დავასკანდეთ მე. ჩვენი რუმტური უკვე ჩაგიტანეს. პაკა. შევწანდით და შედით და შეთქვატლოთ. გამარჯობა. საინტერესოა. ეს კარგადმოვალი. ჰერები მე მაგალითად გურევთ ყვითელს, გამოდის მწვანე. მწვანეც ბუნებაში მოიპოვა ხეშავის ნაყოფია, ძალიან საინტერესო. და ეს ძალიან რთული დასამუშავებელია. და ეს ნაყოფია ესეთი საინტერესო, ესეთი აქტიური პასპასო მწვანე გამოდის, ისეთი კარგი, რომ რა გითხრა, ხო, ერთი ქრისტესის ხლა თავშავა დაჟანგებით არის, ეს რთული ტექნოლოგია, ფაქტორად ხალხური ქიმია მინდა გითხრათ. აი ესენი მაგალითად სულ აბაღეთ ესეთი ისა რაღაც ეს უნდა გავაკეთოთ და სულ საფერავში შელებული არის შეკით ამაკეთება. ეს ფერები ნახეთ, აი ესეთი მუქი იმიდან მიიღება საერთოდ ეს ღვინოს რო გადაიღება საფერავს, ხო? იმას რჩება ნალექი, ლექი. თხლექვია მაგას რა. და ის თხლეთ ან თეთრი ღვინისაც და შავისაც ორივე ფერწერია და ძალიან მაგარია. აი საოცარი ეს რამდენიც გინდა გარეცხოთ არ გადავა ეს ფერები. საერთოდ არ გადავდება. 19 საუკუნის 60-იან წლებიდან საქართველოში შემოვიდა ქიმიური საღებავები. ფაქტიურად მას მერე თუ კი რამე ფარდაგები არსებობს. აი ამ ძველ იმეებში, იმიტომ არ არის ძვირადღირებული, რომ ის არის ქიმიურ საღებავებში შეღებილი და რაღაცნაირად ის ფასს აკეთებს. ჩვენი ნამუშევრები საკმაოდ ძვირადღირებული გამოდის, იმიტომ რომ თვითონ ეს ბუნებრივი საღებავების დღების ტექნოლოგია ძალიან რთულია. ესეთ იმას გადის ძალიან ბევრ ამბავს, ხო, ჯერ მოპოვება, მერე დამუშავება, მერე დუღილი, მერე ფერის, ძალიან რთული ამბავია. ეკატერინე, ჩვენი შესკუპებულია. ანუ გვაქვს დიდი დასგები, ხა ძალიან მაგარი ფარდაგი იქცევება, მაგრამ ეს ამბობი და ესეთი ხალხცირობაა და ასეთი პატარები. აი მაგალითად ეს ფერები არის ღვინის ფერები. აი ნახეთ უყურეთ. ჯერ არის მუქი, მერე ცოტა ღია, მერე უფრო ღია. ნახეთ როგორ არის საინტერესოდ არის ეს ტონალობები, დაწყებული და უფრო ღია. წარმოიდგინეთ ეს ძალიან ისეთ დროს მოითხოვს რა. ჯერ იმას მე ამბობე გააშრე, გარეცხეთელი, გავლე, მერე ეს და ესეთი ამბავია. მაგრამ მინდა გითხრათ რომ ეს არის უნიკალური. აი ესეც ახლა ეს ჩანთა იქნება ძალიან საინტერესო დიზაინი და მოგვიდა რაღაცა ეს ღვინის თემატიკა თავიდან. ხო, აი ესეც და აი ისიც აი. არის. ხო. რო უთხრათ ბავშვებს დაახლოებით აი საშუალოდ. ხო. აი ხა ეკატერინე არის უკვე ძალიან სერიოზული პროფესიონალი. ნახე თვალი მიადევრი, ძალიან მალე იხსოვება ეს. გაჩნია დამწყებისთვის ცოტა რთულია ხოლმე, ანუ აი სულ ვადარებ ხოლმე პიანისტს, როცა დავიდან იწყებ ხო რაღაცა იმ ნოტებს და მე პიანისტი რო ანუ მეცადინეობაში, პრაქტიკაში, მასში არის ხოლმე თელი ფილოსოფია ეგრე, მე შეიძლება ჩქარა. რაც შეეხება იმას, რომ არის ხოლმე ვამე თქვენ, ალბათ ნერვები, როგორ მაგის ნერვი არა. ძალიან ისეთია მედიტაციურია, ძალიან საინტერესო, ამიტომ რომ ჩვენ ვინც აქ მუშაობთ ამ შემოქმედება, მინდა გითხრათ გადაგვარჩინა. წარმოიდგინეთ ცხოვრობდე საქართველოში. აპატიეთ, მე დედოფლის წყაროში. და მე კიდე თუ რა ვიცი, მოკლედ, მაგრამ ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ. იმ თვალსაზრისით რომ ძალიან მნიშვნელოვანი საქმე და ძალიან კარგი რაღაცა გადავარჩინეთ. მე ამაყი ვარ ძალიან
ისე ნატასოლ ნინო ოღონდ არ გააჩერა რამდენჯერ გაფრესდები ხა всё მე აჩერებ მაგრამ არა ნამდვილად აუცილებლად ეს საქმე უნდა გაგრძელდეს მეორე სახელოსნო იქ ალთოში და ვეხოცები რომ მოდით გასწავლით მაგარი ვარ აი მაგარი პროფესიონალი მოდი გასწავლით კი რამდენიმე დაინტერესდა მაგრამ მას რაღაცნაირად გული მწყდება ხოლმე ჩვენ ნამუშევრები არც ერთ მაღაზიაში არ არის არსადა ეს არის ჩვენი პრინციპი ასეთია რომ ჩვენ პირიქით აქ მოყვავს ტურიზმის მთელი სიცეს ანუ უნდა ისეთი რაღაცაზე უნდა გააკეთო აქცენტი რომელიც მოიყვას კიდევაც აქ იმ დამთვალიერებას გადაარჩენ კიდევაც პოპულარიზაციასაც გაუწევ ეს ძალიან ესე კარგად გამოგვივიდა ჩვენ ეგ მაგას მივხვდით უბრალოდ წლების განმავლობაში მიღწევა იმისა რომ როგორ უნდა გაუკეთო პოპულარიზაცია რეგიონის და აი ამით მოვახერხეთ ეს იქედან ხო? ხო, არა. ესე ჩამოვწიოთ და აუძა საინტერესოა. უნდა რომ ეს ემოცია მე ისე წაიღონ იმ თავიანთ ქვეყნებში და პატარა რაღაც ინტეგრაციის ამბავში. დავშავი თუ გამოყენებული ანდინაურის ნახალაქარის ყავის ქართულია უფრო. ამას აქედან ხო, კი, დაფითა დაფთანე, სადადიმო. ხელი გაგუშვა? კი. მე როგორ ჩაწია და დაარტყი. აჩივწვდი. ხო, ისე ვაკეთ ვაგზავნეთ, ხა უნდა წამოვიდე, ხო, ესე. ეს არა. ამისთვის მარტო ჩანგალს იყენებ, ხო? მე დიდი ამათ ახმარებ, რომ ეს ყველაფერი. ჩანთები თამიო გავხდე, გაჩნდა ჯომარეობა ხმარები. აი ამხელა, ჩემ ადგილზე ჩემი ძომა აჩაი. მაშინ ორი დაფინა. ფარდაგები ექვია, ამას ხელით ნახო. ხო, აი ეს როგორ პრიმიტიულად ხდებოდა, აი ეს კევრით ხორბლის ლეწვა. აი ეს დიდ მოასწორებდნენ ადგილს, დააკრედნენ ხორბლის თავს, აი ნამგლით მოჭიდა ხედავ რა უბრალ მინა პრიმიტიულად გეხდებოდა. განა რამდენი უნდა მოეგროვებინათ ხორბლის თავთავით. აი დააკრედნენ, რა ვიცი რომ მუშაობენ რაღაცა. აი სათითურები რო ეს კარგად მოეხვედათ ეს ხორბლის თავთავი დააკრედნენ და ამაზე ახლა აი ნახეთ ეს სპეციალური ქვებია კაჟის ქვები ქვია მას ყველგან არის შოებოდა და ეს ყველაფერი სანამ ეს ნახეთ კლიენ ხეში ამოკვეთილი ეს ნედლი რო იყო მაშინ რომ ამოჭრიდნენ რომ კარგად მოჭიდულობა კარგად ხონოდა და აი ეს მე ხარი ან ცხენი შეგმული იყო გადმობრუნებული იყო ესა და ეს კალოს აიგროვული და აი ესე ილეწებოდა იჩირჩნებოდა რასაც ქვია და ეს არის კოდი აი ეს მარცვლეული საწავო სამი ფუთი ჩანდის ფუთში 16 კილოა აი ეს ეს მარცვლეულ სამითი იმდაც მეზობას ასესხებნა იმდაც თვითონ მქონდა მაგრამ აი ნახეთ ლიახეში ამოკვეთილი ეს არის უბრალოდ ლიახის საკუთრება კი არ იყო ეს და წარმოდგენილი რომ არის მაჩხანი და ერთი ყოფილი ისა რასაც ადრე კულაკებს რო ეძახოდნენ აი ბევრი ცხვარი ყავდა რომ მდიდარი ოჯახიდან არის წარმოდგენილი ეს ეცნობი საუკუნე არ შემოსულობა საქსოვი ჯარა ფარდაგი რომ მოექსოვათ ხო ბევრი ძაფი იყო კილოობით საჭირო და ამიტომ ეს წინდების გასაჭირო ჯანდრის ხოქვია საცოლე მიართვა საქმროს ხო საცოლე მიართვა თებრონია ჯანიკაშვილი მიართვა ალექსანდრე დათუკიშვილს საერთოდ მოსახმარებელი
დილა მშვიდობისა. მშვიდობისა. ახლა მივდივართ ლაშქრობაზე. დაადგა საშველი. არის პაპანაკებას სიცხე და მოგვიკითხეთ დღეს თუ არ მოგწარეთ. აი არ მოგვიკითხოთ თუ კიდიათ რა პრობლემა. ნახოთ რა იქნება. მოგესალმებით მეგობრებო. ჩვენ მივდივართ ლაშქრობაში. ეს არის ვაიმე, ვიცი. 1-3 მიდავაჭირე სამჯერ. ეს არის ელენე, მოგზრუნდით ელენე. ეს არის ლიკა, ლიკა ხელი დაგვიქნია ძირფასო. ვიყავთ არწივის ხეობაში. და უნდა ვილაშქროთ, ოღონდ ჩვენ უნდა გავიაროთ 8 კილომეტრი. ხო და ამ 8 კილომეტრიდან არ ვიცი რამდენის გადალახვა შეძლებს დაბრკოლების გარეშე და ახლა ჩავალთ წყლის საყიდვად, რომ წყალი ვიყიდოთ. აქ არიან ბავშვები ყველგან. აბა ხელი დაგვიქნიეთ ბავშვებო ყველა. მაგრამ რა ვიცი, აბა ნახოთ ახლა რამდენს გავგრძლებთ, რამდენ კილომეტრს გავგრძლებთ. ისე აჰა, ნახეთ რა ლამაზიცა, რასაკვირველია სადიყიდე მეც მინდა. ახლა მივდივართ რომ ვიყიდოთ წყლები, იმიტომ რომ იქ არსად არ შეგხვდება და თან ძალიან ცხელა და წყალი უოჭველი გვენდომება. და თუ ყინული ექნა ამ კაცს გამიმართლებს, იმიტომ რომ თერმოსი მაქვს და ცივად შევინახავ წყალს. აი ეს საერთოდ. ბუნების ძეგლზე, ანუ ერთი ბუნების ძეგლიდან უნდა გადავიდეთ მეორე ბუნების ძეგლზე. რა თავარი ამ შემთხვევაში, რასაც მინდა რომ ყურადღება მიაქციოთ, არის დაცულ ტერიტორიაზე როგორ არის მარშრუტი მოწყობილი და ეს ბუნების ძეგლი გარდა იმისა, რომ ერთ-ერთი განსაკუთრებული საბუდარი არის ჩიტების, კაცებელი ჩიტების კუთხით, იმიტომ რომ იქით მხარეს მე დაგენახოთ არის ბუდეები. აქ ორბიდან დაწყებული ბექობის არწივი, გველიჭამი არწივი, პელიკანის ფეოდალები. ეს ჩატმა არ იყო კაი იდეა, მინდა გითხრა. და ელენე. სახეები დაგვენახეთ. კაი, ხორნაბუჯის ციხე უნდა განახოთო. ძალიან ბალახებში არ ვიაროთ. გაგვაფრთხილეს რომ გიურზები არიანო და ჩვენს ესე მოვდივართ ბედნიერად. კაი, ამ ბალახს კიდე არა უშავს ხედავ, მაგრამ იმედია. აქ არის ინფორმაცია მოცემული, ასევე გეუბნება დაწუნდა რაიონის მარშრუტი გამორჩეული. ეს ძაფი იქიდან არის? ნინო მომცა კი. კარგად დააკვირდით, ეს არის კირქვები, რომლებიც იყო ოკეანეთის წერი 155 მილიონი წლის წინ. და საერთოდ განსხვავებული მცენარეული საფარი აქვს. ეს არის უსაფრთხოების თოკი. არავინ არ გადაკვეთს ამ უსაფრთხოების თოკს. გამიწია? არა, ეხა უკა იქ გადავალთ და დავიწყებთ ტყეში ჩასვლას. ანუ კანიონის მეორე მხარეს. ნახეთ ეხა დააკვირდით, ეხა უყურეთ. აი თეთრი მეებს სადაც ხედავთ? აი ეს კლდეები წირაც არის, თუ არის საბუდარი ფრინველების საბუდარი ადგილები. აი იმ კლდეებში წირასაც ხედავთ სვეტებს, ყველაფერი არის ფრინველების ბუდეებით სავსე. ის ხეობაში ვართ გამოჩნდა არწივი. რა მაგარია. გავწყდით წალში და ახლა გავჩერდით. ლიკა. აი აღარ შემიძლია. 7 კილომეტრიდან გავიარეთ მხოლოდ 2. მაგრამ კარგად ვართ, რაც ტყეში ჩამოვედით, უფრო დაბურულია და ნიავიც ქრის, ამიტომ უფრო მარტივია. ვარი, შენც დაგვიქნია ხელი თუ გინდა. არის ხარო იყვნენ ჩვენ. კაია დასვენება. და მეორე კიდე ჩვენ გასავლელია ეს და ჩვენ გარდა ელენე. მოგესალმებით მეგობრებო. მოგესალმებით მეგობრებო. ახლა ჩვენ ვისვენებ. ჩვენ ჩავიდეთ, გავიდეთ და იქ დაველო. ხო, თუ დასრიალდით ახლა? საბაზოზე ჩასრიალდა. მე მივყვები უკან. შევეცდები რომ არ ჩასრიალდე. ჩარო დავაზე იტლიან. ნიფსო გავედით სამშვიდობას. ურეი, გილოცა.
ცოტა ხმამაღლა მე არ მესმის გიორგი. რა თქვი? ჩადეთ რომ რაღაცა ჩასვლისას რა. ანუ ძალიან არ მიახერხებს. ეხლაც მას არ მიეტყვი წინ. მე რომ გავწორდები ძალიან გეწინება. აი ეს არის ლექტორი, რომელმაც მოგვატყუა, გვითხაროდი იყო კაი და გვაწამა და აი აქ მოგვიყარა რომ გადავარდეთ, მგონი ეგ უნდა. ისე უშლის ნერვებს. მართალია ლაშქრობამ ძალიან დაგხვალა, თუმცა საინტერესო ემოციებით და მოგონებებით დავიტვირთეთ ყველანი. დაბრუნებულზე ვიმუშავეთ პრეზენტაციებზე, ჩავაბარეთ, თუმცა გადაღების თავი უკვე აღარ მქონდა, ამიტომ ნახვამდის.